გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალურ პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დარბევებზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალურ პირების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევებზე. ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მე შემიძლია გითხრათ, როგორც კარგად ინფორმირებულმა პერსონამ ამ საკითხზე, რომ დიდი ხანი მიმდინარეობდა გერმანიაში ამ საკითხების განხილვა და გერმანული მხარე ბოლომდე ცდილობდა გამოეყენებინა სხვა დიპლომატიური შესაძლებლობები და არა სანქციები იმისთვის, რომ ეს ძალაუფლების მიმტაცებელი და მოძალადე ქართული ოცნება გონს მოსულიყო. მათი მხრიდან სანქციების გამოყენება ნიშნავს უკვე ძალიან საჯაროდ ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებულ განაცხადს, რომ აღარაფერი ქართულ ოცნებას აღარ ეშველება და აღარანაირი რესურსი აღარ არსებობს, რომ ან მათ შეიცვალონ ქცევა, ან ეს ქვეყანა დააბრუნონ ევროპულ რელსებზე. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ხო, როდესაც არის ცუცა და უარეს შორის არჩევანი, ვირჩევთ იმას, რომელიც არის ნაკლებად დამაზიანებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს გაუქმდეთ უვიზოდ მიმოსვლის ბენეფიტი, ანუ სარგებელი, ანუ ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამ პირობებში გვირჩევნია, რომ კონკრეტულ ინდივიდებს დაეკისროთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ როდის ვამბობდით და გახარიათ, ჯერ კიდევ როდის ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობები აუცილებლად იქნებოდა პერსონალური. ამიტომ პერსონალური პასუხისმგებლობებს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს. სამწუხაროდ ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან გავს ცხოველის, ერთი ცხოველი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სიკვდილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხსენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ, უნდა ჰქონდეს მას თავისი შედეგი და ამავდროულად უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე და ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არის ქართული ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ს უწოდებს, ხოლო ჩვენ გლობალური ომის პარტიას. კონკრეტულად ვის დაუწესდა ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია, ალბათ უახლოეს მომავალში რომელიმე ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციისგან ან ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგებთ ალბათ ამ სიას, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის გერმანიის წარმავალი ხელისუფლების მაშველი რგოლი, კიდევ ერთი მაშველი რგოლი იმ მილევად პროტესტს და გაუჩინარებულ ოპოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს და რეალურად ეს არის თვითლუსტრაცია იმ ძალების, რომლებიც როგორც ჩანს იდგნენ დგანან ქუჩის ძალადობის უკან. მაშინ, როდესაც ქუჩის გადაკეთვისთვის საკმარისი რესურსი, საკმარისი ხალხი აღარ ყავთ, აი ესეთი მსგავსი მაშველი რგოლები ცდილობენ ამ მილეული პროტესტის ხელახლა აგორებას. მთავარი мотиваცია არ არის რომ მემკვიდრეობა დაუტოვონ, მთავარი мотиваცია არის რომ სანამ ამის რესურსი აქვს, სანამ ამის ბერკეტი აქვს, მაქსიმალურად დააზიანონ ეს ურთიერთობები და მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება. რომ სანამ არის ამის შესაძლებლობა, სცადონ და ეს პროტესტი გარდაქმნან ხელისუფლების ცვლილებაში. თუმცა, არც აქამდე გამოსვლიათ და არც აქამდე არ მოსმენა გამოვუათ.